მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმის, რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვიცი არ მიწევთ გაგესწრებით, მე ვარ კატო. მოკლედ განახდა გაშლები, განახდა სწავლებები, განახდა ყველაფერი, რაც დაკავშირებული არის ჩემსა და თქვენს კომუნიკაციასთან მიმართებაში, ასე რომ შევწეროთ პირად შეტყობინებაში WhatsApp-ზე ნომერს აუცილებლად დაგიტოვოთ. დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო ესეთი ორ ვარიანტს გავაკეთებ და ნახოთ რა დადებითი ასპექტები შემოდის. არა, დადებითი არა, ნახეთ, ზოგადად მოდით იქნება უარყოფითი შემოდის და უფრო მეტად რო იყოთ გაფრთხილებული, ჯობია ეს, იმიტომ რომ როდესაც ვამბობთ დადებითი, რა თქმა უნდა, თუ ცოტა მძიმე არკანი ამოდის, იმას ვკითხულობთ დადებითად, ხო? იმიტომ რომ ეს სიტუაცია აღარ იქნება, ხო? რაღაცა ეს მომენტი, ესე რომ მარტივად რო აქვს და ამიტომ მოდით უბრალოდ ნახოთ ორი ვარიანტით კონკრეტულად რა მიდის და რა შემოდის. დადებითია თუ უარყოფითია, მაგას უკვე როგორც დაგვანახებს ძალიან ლამაზი დასტა არის, ანგელოს და დასი არის ფონი, უკანა მისტიური ლენორმანი ქვია ამ დასტას, როგორც მახსოვს და ძალიან საინტერესო რამ არის. მოდით ნახოთ. ვარიანტებისთვის გამოვიყენოთ ორი ქვა, გამოჩნდება კიდევ ეს კოდი. ესეთი პირველი ვარიანტი იქნება ესეთი ეჩას, ავენტურინი და ვარდისფერი კვარცი. მოგენ ჩანს ორივე. პირველი და მეორე. და ვნახოთ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან. მოდით უახლოესი პერიოდი და ავიღოთ ივლისის ბოლომდე ან აგვისტოს ბოლომდე, ზაფხულის ბოლომდე დრო, რა თქმა უნდა, ეს როგორც თქვენ გენდობებათ და ვნახოთ რა მიდის და რა შემოდის. პირველი ავენტურინი, მეორე ვარდისფერი კვარცი. თქვენი ჩანს კარგად. არ ჩანს კარგად. ესე დავთ. არ ჩანს ესე უფრო არ ჩანს რა მქონი. ესე ჩანს. არ ჩანს. ესე. იყოს. იმედია ჩაიქრეთ. გადავდებ მე ვარდისფერ კვარცს და დავტოვებ ავენტურინს, ვინც ეჩია. პირველი ვარიანტი ავენტურინი, მოდით ეს დავდებ ამაზე და უფრო მარტივად მიხვდებით. და ვნახოთ რა შემოდის, უბრალოდ რა მიდის და რა შემოდის. პირველი ვარიანტისთვის რა მიდის და რა შემოდის. რა მიდის? თქვენგან მიდის გაურკვეველი მდგომარეობები. ნახეთ, თუ ეხლა გაქვთ ისეთი სიტუაცია, როდესაც რა იტყვიან ხოლმე შავ-თეთრი სიტუაციები, რაღაცა წამოიწევით წინ, მერე უკან წახვალთ, მერე ისევ წამოიწევით წინ, ისევ უკან წახვალთ, ხო? ანუ თითქოს ადამიანი ვერ ახერხებს, ვერც წინ წასვლას, ანუ არ ეძლევა საშუალება, რომ რაღაცა შეცვალოს, ხო, მდგომარეობიდან. თქვენი ცხოვრებიდან ზუსტად ეს პატარ-პატარა სიტუაციები წავა. ანუ ნახეთ, ცოტა ხანში თქვენ დაიწყებთ და დაინახავთ იმ მდგომარეობას, როდესაც აი ამ შავ ღრუბელს, რომელიც თქვენთვის რაღაცის პრობლემებს წარმოადგენს, რომელიც თქვენთვის რაღაცა უხასიათობას წარმოადგენს, სამსახურებრივი კუთხით იქნება პირადი ურთიერთობებით. აი ის თეთრი მდგომარეობა ამას კარგად გადასანსლავს, ესე რომ ვთქვათ, ხო? ანუ შეძლებს რომ მოდის, ანუ მიდის თქვენგან ის ყველა ნეგატიური ასპექტები, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას, რომ წინ წახვიდეთ. არ გაძლევთ საშუალებას იმას, რომ რაღაცა
შეძლოთ თქვენი ცხოვრების დაალაგება, ხო? აი ხშირად არის ხოლმე, როდესაც მე ვუნებია, რომ იცით რა, მუშაობ, ყველაფერს ვაკეთებ, ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ, რაღაც საბოლოო ჯამში როგორც იქნება თითქოს მიზნამდე მივალ, უკვე რაღაც უნდა დავიწყოთ და აი მე ხდება რაღაც ისეთი გაურკვეველი ვითარება, რომელიც საბოლოო ჯამში, თქვათ, ფინანსური არის თუ ფიზიკური არის, ხო, რესურსი ყველაფერი მიდის იქ და საბოლოო ჯამში ჩემი მიზანი ისევ ოცნებად რჩება და ვიწყებ თავიდან ბრძოლას, ხო? აი აქ ზუსტად ეს მომენტი არის და აი თქვენი ცხოვრებიდან მიდის ის მდგომარეობა, ის სიტუაცია, როდესაც ადამიანს არ ეძლევა საშუალება, ხო? აი ეს რაღაცა ამინდის ცვალებადობის ხან ცივაცხელას მდგომარეობა თქვენი ცხოვრებიდან გადის პირველო ვარიანტო. Დავნახოთ რა შემოდის. ძალიან კარგია, რაც შემოდის თქვენს ცხოვრებაში. ძალიან დიდი კეთილდღეობა. დიდი კეთილდღეობა იმ მხრივ ვიძახი, რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც მე როგორც ვხედავ, ნახეთ, რაცა კარმული მდგომარეობაც მიდის, ესე იგი, იმიტომ რომ აქ ესე ვიტყოდი, თქვენ ცხოვრებაში შემოდის ის სიკეთეები, რაც მოყვება კარმულ მდგომარეობას, ხო? აი კარმულ მდგომარეობას როცა გავვლით ყველა იმ გაკვეთილს, როდესაც ჩავაბარებთ, გავივლით სწორად, ვისწავლით, გამოცდილებებს მივიღებთ, ხო? რაღაც ცხოვრებისეულად, რაღაც დავდგებით, გავძლიერდებით, მეტ-ანალიზს ჩავრთავთ ჩვენს გონებაში, ხო? შევისწავლით რაღაცა გაცნობიერება დავიწყებთ, ხო? რაღაც მდგომარეობების რა თქმა უნდა, შესაბამისად მე უკვე მეტი სიკეთე შემოდის. თუნდაც იმიტომ, რომ თქვენი გამოცდილებებით აღარ დაუშვებთ იმ შეცდომებს, იმ რაღაცა ადამიანები არიან თუ სიტუაციები არიან და იმათი აზრის თავზე მოხვევას, ხო? ისწავლით უბრალოდ სიტყვა არას და შესაბამისად სიტყვა არა, რომელსაც არ ჭირდება ახსნა განმარტება, რატო არა, აი ამ მდგომარეობად როცა მიდის ადამიანი, მის ცხოვრებაში ნამდვილად ყველაფერი ძალიან იდეალურად ლაგდება. უბრალოდ არა არის არა და არავის ხათრის გამო არ უნდა აკეთოს ადამიანმა ის, რაც არ სიამოვნებს და არ უხარია. თქვენს ცხოვრებაში შემოდის ძალიან დიდი წყალობა იმ თქვენი გენის, იმ თქვენი ენერგიის, იმ თქვენი წინაპრების, იმ თქვენი გამოცდილებების, იმ თქვენი გაკვეთილების, რომელიც გაიარეთ, აი იმ ყველაფრიდან გამომდინარე თქვენთან შემოდის ის სიმშვიდე, ის სიწყნარე. ნახეთ, ძალიან ბევრი ცხოველია შემოკრებილი, ხო, ჩიტები არიან, აქ კურდღლები არიან. ნახეთ, თქვენ იმდენად სიმშვიდეს იგრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოდის აი ის რაღაცა დაბალანსება, სადაც აი ბუნების ძალაც კი თქვენთან რაღაცა ჰარმონიაში მოდის და დაიწყებს სათქვენ და სასიკეთოდ დატრიალებას, ხო? თქვენ და სასიკეთოდ დაალაგებას ყველაფრის, ხო? აი თქვენთვის აი ხანდახან არის ხოლმე, რომ ჩვენ ადამიანებმა იმაზე ნაკლებად ვიცით რა გვჭირდება, ვიდრე სამყარო მიცის და რაღაცების რომ გადალაგდება ხოლმე, მე შეიძლება ვფიქრობთ, რომ კი, მაგრამ სამყარომ საიდან იცოდა, რომ მე ხა ნამდვილად ეს ვჭირდებოდა და არა ის, რომელსაც ვფიქრობდი, ხო? აი აქ რაღაც თქვენს ცხოვრებაში შემოდის აი ეს რაღაცა ძალიან ისეთი თავდაჯერებულობა, სულიერი სიმშვიდე, მატერიალური კეთილდღეობა და ის ენერგიები, რომელიც თქვენს მინიმუმ 9 წლიან ცხოვრებისეულ მდგომარეობას საკმაოდ ისეთი საინტერესოდ მისცემს საშუალებას, რომ ბედნიერებით დატკბეთ. აი ეს არის პირველი ვარიანტისთვის და ძალიან კარგი. გადავდოთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი ვინც აირჩია. ვარდისფერი კვერცხი, ნახოთ. რა შემოდის, რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან და რა შემოდის. არ აქვს მნიშვნელობა დადებითია თუ უარყოფითი.
რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან და რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში. რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან. ესეთ რა არის, აი რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, ესე დავიწყებ, რომ შეიძლება ითქვას მოგიწევთ გადაფასება თქვენი სურვილების, თქვენი ოცნებების. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ამ ეტაპზე იმ რაღაცა სურვილებისკენ სწრაფვა, რომელიც გაქვთ, ცოტა რთულია. იმიტომ რომ შეიძლება გადიადეთ ძალიან დიდ ტრანსფორმაციულ მდგომარეობას, ამიტომ თქვენი მიზნები და ეს ოცნებები იწევს მეორე ფლანგზე. ანუ ამ ეტაპზე თქვენ ცხოვრებიდან მიდის, ესე ვიტყოდი, გასუფთავება იმ მდგომარეობის, რომელიც იცით როგორ ნახეთ, მაინც ცუდის ან კარგის, აი საერთოდ ადამიანის გასუფთავება იწყება იმ ხრივ, რომ აქ ადამიანს ხო, აი თქვენი გასუფთავება იწყება ნამდვილად. აქ არ ვიცი, ხა შესაძლებელი აქ ადამიანს ქონდა რაღაც ისე ცოტა უფრო მძიმე და ნაკარგის მდგომარეობა. ვთქვათ, ცოტა ისეთი ყველასთვის ნამდვილად ვერ რეზონირდება, მაგრამ თითქოს აი რაღაცა დანაკარგი ისეთი ადამიანი ის იქნება თუ რაღაცა შეიძლება ფინანსურიც იყო, ვთქვათ, რაღაც ისეთი დანაკარგი, რომელიც ძალიან მძიმედ დაარტყა ადამიანის ფსიქოლოგიურ, სულიერ, ფიზიკურ, ემოციურ მდგომარეობას. ხო, აი რაღაც ეს მომენტი. აქედან ასე რომ აქედან გამომდინარე, ეხლა ამ ეტაპზე თქვენ თითქოს აი ყველაფერს უშვებთ. აი თქვენ სულ ერთია ადამიანებიც, სამსახურიც, მდგომარეობაც, აი თითქოს რაღაც აი ცოტა ხანი გინდათ რომ გამოხვიდეთ თქვენი სხეულიდან, აი ცოტა ხანი დაფერთხოთ ეს სხეული და მე ჩახვიდეთ, ხო, რაღაცა ეს მომენტი არის. აი აქ ეს რაღაც თქვენი ენერგიები, რომელიც რაღაცა მიზნები გქონდათ, რომელიც რაღაცნაირად შეიძლება კი გქონდათ მიზნები, მაგრამ სამყარომ ჩათვალა, რომ არც ძალიან არ გინდოდათ და ამიტომ ესენი უნდა წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან. ხო, აი რაღაც ეს მომენტები მიდის თქვენი ცხოვრებიდან თითქოს. რაღაცა გადის სიტუაცია, თავრდება, გშორდებათ. აი არ ვიცი, რატომღაც ესეთი ეს არის, აი თითქოს ადამიანმა შეიძლება ითქვას, რომ აი საკუთარი თავის ძებნა დაიწყო სადღაც სივრცეში, ხო, აი რაღაც ეს მომენტი არის და ამიტომ ყველაფერს იშორებს, ხო? შეიძლება ვიღაცა სახთალაგებს დაწვრილებით, ხო, ყველაფერს ყრის, რაც არ უნდა და რაღაცა ის ენერგეტიკულად, ხო, რაღაცა აი თითქოს ეს ყველაფერი უნდა მოიშოროთ, აი ყველაფერი აბსოლუტურად ფიზიკურიდან სულიერ მდგომარეობამდე, აი ეს ყველაფერი უნდა წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან. და რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში? აი აქაც ნახეთ, წამან პირველ ვარიანტზე იყოს და ეს შემოდის, რა შემოდის? ნახეთ აქ როგორც ჩანს ცოტა რთული პერიოდი შემოდის. მაგრამ არ შეგეშინდეთ ამ პერიოდს, იმიტომ ნახეთ გითხარით ტრანსფორმაციული მდგომარეობა გაქვთ მეთქი და აქ არის ეს მომენტი, როდესაც ნახეთ როგორი სიტუაცია შემოდის, აი გექნებათ ეს ციებ-ცხელების მდგომარეობა, მეორე ვარიანტი. მაგრამ ტრანსფორმაციას ყოველთვის მოსდევს ეს სიტუაცია. საბოლოო ჯამში ყოველთვის თეთრი ძალა იმარჯვებს და თეთრ ძალას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოო ჯამში შავი გადაყვაპოს, მაგრამ გექნებათ ეს რაღაცა
გაურკვევლობები, პრობლემები პატარ-პატარა, მე არ გეტყვით რომ დიდი პრობლემა, არა, პატარ-პატარა და რატო პატარ-პატარა და არა დიდი, ხო, ძალიან კარგია ეს, ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია. როცა ტრანსფორმაციას გადის ადამიანი, იქ ყოველთვის უწევს თუნდაც საკუთარ თავთან ბრძოლის ბრძოლაში, წაგებაც საკუთარ თავთან ბრძოლაში, რაღაცა დაალაგებაც, ხო, თავიდან უნდა დაიწყოს მიზნების ჩამოყალიბება, თავიდან უნდა დაიწყოს რაღაცა თავისი გაზრდა, ხო, ტრანსფორმაცია ეს არ არის მარტივი მდგომარეობა. ტრანსფორმაციის დროს პირდაპირ გეტყვით, რომ მე როცა ტრანსფორმაციას გავდიოდი, ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე ფიზიკურად, ან ფიზიკურად არ გარდაიცვალა, მაგრამ ყველა კარგად ამყოფოს და ძალიან გამიხარდება ყველა სიკეთე, მაგრამ ისეთი ახლობელი ადამიანებზე მომიწია უარის თქმა, რომ ძალიან მტკიოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ მე კი მტკიოდა, მაგრამ იმ ადამიანებისთვის ყოველთვის სულ ერთი ვიყავი, ვთქვათ, ხო, აი, როდესაც მარტო მაშინ სჭირდები, როდესაც ეხმარები, მარტო მაშინ სჭირდები, როდესაც გვერდში უდგახარ. ასე რომ მეც გავიარე ეს და ვიცი რა არის ეს ტრანსფორმაციის მდგომარეობა, როგორი მტკივნეულად არის ეს მომენტები, თუმცა ძალიან კარგია ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს ტრანსფორმაცია თქვენთვის მეორე ვარიანტისთვის ბევრ საინტერესო მდგომარეობას შეიძლება მოიტანოს, ხო, ბევრი ისეთი კარგი მდგომარეობა, რომელიც საბოლოო ჯამში მიხვდებით, რომ არც თუ ისე ცუდი ყოფილა ტრანსფორმაციული მდგომარეობა, ხო? ხო, აქ ნუ აშკარად როგორც ჩანს თქვენთან მეორე, ნახეთ, პირველ ვარიანტთან კარმული ან რაღაცა ის სიტუაციები წავიდა და აი მეორე ვარიანტში პირიქით შემოდის რაღაც ცოტა შევეჭკუები სწავლეთ მეორე ვარიანტმა, ანუ არ მიწყინოთ ამას რომ ვამბობ, მაგრამ ნახეთ და რაში გულისხმობ, როდესაც ადამიანი ეს ყოველთვის მზად არის დაეხმაროს მეორე ადამიანს, ყოველთვის მზად არის ხელი გაუწოდეს, ყოველთვის მზად არის რომ რაღაცა მის პრობლემებზე ირბინოს და როდესაც მას სჭირდება რაღაცა თანადგომა, თუნდაც სიტყვიერი თანადგომა და საბოლოო ჯამში ხდება, ანუ იღებს არას და იღებს იმას, რომ არ აინტერესებთ მისი პრობლემა და რა ვიცი, მოაგვარებს თუ არ მოაგვარებს და მარტო ტოვებენ, ხო, თავის პრობლემებთან დაკავებით მიმართებაში. ეს როდესაც ხდება ერთხელ, ორჯერ, 10-ჯერ, 150-ჯერ, ნახეთ, ესეთ ადამიანებს უბრალოდ უნდა გავერიდოთ. მე არ ვიცახი იმას და ხა შევიღაცამ თქვას, რომ თუ არ მივუტევეთ და რაღაც, კი, მეგობრებო, მივუტევოთ, ვაპატიოთ და დავემშვიდობოთ. აუცილებელი არ არის, რომ მივუტევო, ვაპატიო და კვლავ გავგრძო ისეთი ურთიერთობა, სადაც ჩემი რესურსი უნდა შეჭამოს, ხო? დაფიქრდით უბრალოდ იმასთან მიმართებაში, როდესაც თქვენ ამ ქვეყანაზე ერთადერთი ამ ფიზიკურ ქვეყანაზე, მატერიალისტურ ქვეყანაზე გვაქვს ერთადერთი რამ, დრო, რომელიც ძალიან ძვირფასია, დრო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ სანუკვარ დროს, როდესაც უთმობთ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ გეტყვიან იმაზე, რომ არ მქონდა დრო, რომ თუნდაც ერთი ზარი გამეკეთებინა და მომეკითხეთ, ამისთან ადამიანზე დახარჯული დრო ძალიან ფუჭად გადაყრილი ცხოვრება არის, ისე რა ვთქვათ. აქედან გამომდინარე, თქვენ უბრალოდ კი ბატონო, მიუტევეთ, აპატიეთ და გაერიდეთ, თქვენ დროს გაუფრთხილდით, ხო? აი აქ როგორც ჩანს, მეორე ვარიანტი ზუსტად მოდის ის მდგომარეობა, როდესაც უნდა ისწავლოთ და სამყარო უნდა გაგასუფთავოთ, აი ეს მომენტი და ძალიან მზად უნდა იყოთ ამისთვის, გეუბნებით კიდევ ერთხელ მეორე ვარიანტს შემოდის ტყივილებით, შემოდის რაღაც ცოტა გაურკვევლობებით, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, რომ ეს თქვენი სულიერი, თქვენი ფიზიკური, თქვენი ემოციური, თქვენი ფინანსური თუ რა ვიცი, არ ვიცი, ყველანაირი
გასუფთავება ხდება იმისთვის, რომ მომავალი იყოს ბედნიერი, ხო? ასე რომ მეორე ვარიანტს შემოდის თქვენს ცხოვრებაში ცოტა ისეთი ქაოტური პერიოდი, მაგრამ იცოდეთ, რომ ჯვარი, რომელსაც ვატარებთ, ყოველთვის გგზავნება იმ სიმძიმის ჯვარი, რა სიმძიმის დაძლევა შეგვიძლია. სხვა სიმძიმეს უბრალოდ გამორიცხული არ გამოგვიგზავნის სამყარო. მოკლედ ესეთი გამოვიდა მეორე ვარიანტი. მე გისურვებთ წარმატებებს თითოეულ თქვენთაგანს, ბედნიერებას და გქონოდეთ და ჰარმონიული ურთიერთობები. არა მარტო პარტნიორულ ურთიერთობებში, არამედ სანათესაოში, მეგობრებში, ახლობლებში, შვილებთან, ხო? გისურვებთ, რომ ის ზრუნვა, რომელსაც თქვენ ჩადებთ, გიბრუნდებოდეთ, როგორც სათანადოდ გიბრუნდებოდეთ და უბრუნდებოდეს თქვენს მომავალს. დროებით.